ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერის მიზნით საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა. ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი მიმდინარე პროგრამები და პროექტები განიხილეს. საერთაშორისო სიმპოზიუმს 40 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ორგანიზატორების განცხადებით კონფერენცია რეგიონში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებით მხარეების გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობას უწყობს ხელს. ახალგაზრდობის კეთილდღეობა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ამ სახელწოდების სიმპოზიუმი 12 ივნისს დაიხურება. ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფები. ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებთ და სამომავლო გეგმებსაც ვაცნობთ. საჭიროა ახალგაზრდებმა ისწავლონ, განვითარდნენ და დასაქმდნენ. სწორედ ეს არის ჩვენი საზრუნავი და ვცდილობთ მათ ამ მხრივ დავეხმაროთ. ორი წლის განმავლობაში იქნება სამუშაო ჯგუფები, დაიდება პარტიული თეზისები, რაც შეუწყობს საბოლოო ჯამს საქართველოს ახალგაზრდობის განვითარებას და ახალგაზრდული პოლიტიკის გაგრძელებას. ჩვენ ამ კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვედით, რათა საქართველოში გატარებულ ახალგაზრდულ პოლიტიკას გავეცნოთ. ვფიქრობ, ქართველ კოლეგებთან ჩვენი მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი იქნება და ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.